ახლა ხელოვნებაში უნდა გადავინაცვლოთ. ხედავთ ალბათ, როგორ გალამაზდა ჩვენი სტუდია. უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი უსაყვარლესი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძე, მხატვარი. დღეს თბილისში დათო ნებისმიერი ადამიანი რო გააჩერო და კითხო, როგორია ნინო ჩაკვეტაძეს ნამუშევრები, რა სიტყვის როგორ ფიქრობ? თბილი, ბავშვური, სიკეთით სავსე. რაღაც ესეთი საბიჭდება რჩება ქალბატონო ნინო, რომ ეს სფერო თითქოს რაღაც დროებით გვერდზე გადადეთ და ახალი მუზა გაქვთ. ეს არის მცენარეები და ყვავილები. მე ვუღალატებ ჩემს ბავშვებს რას დროს. მაგრამ მათთან ერთად ყვავილებზეც ვხატავ. ანუ ყვავილების თემა არის შემოჭრილი, ბოლო რამდენიმე წელი არის ჩემს შემოქმედებაში და და 26-ში უბრალოდ დიახ გალერეა ნორჩაში სწორედ ეს იქნება ხო წარმოდგენილი რამდენადაც ნუ ყვავილების თემაზე იქნება გამოფენა, სადაც იქნება ასევე კომპოზიციები, სადაც აუცილებლად იქნება ყვავილიც. საიდან გაჩნდა მცენარეების ასეთი სიყვარული? ისედაც ჰქონდათ ეს თუ რაღაცა მოგვიანებით რაღაცა კონკრეტული ისტორია თუ მინდვრის ყვავილები არის ჩემი სისუსტე და წლების წინ დავიწყე მათი გადაღება. ფოტომოყვარულიც ვარ ასე და აი ზაფხულს ყოველთვის ვატარებდი, როდესაც ჩემს სოფელში ვისვენებდი, რომ გავიდოდი ბუნებაში, დავკრებდი ამ ყვავილებს, ან თვითონ ბუნებაშიო და მე ვიღებდი ამ ნატურმორტებს, თვითონ ტყეშიც ამ მცენარეებს, სოკოებს და აი ეს თვითონ ფოტოგრაფიაც მე მეხმარება ფერწერაში ამის. ანუ მოგვიანებით მე როგორ ხდება? ამ ფოტოებს თავიდან დაათვალიერებთ, გაიჩნდებათ მუზა და იწყებთ ხატვას? ხო, შეიძლება ზეპირად დახატო, შეიძლება იმ ფოტოთი იხემძღვანელო, შეიძლება რამდენიმე ფოტოს მიხედვით იხემძღვანელო და მიხარია რომ ეს ჩემი გადაღებულია და არა ვთქვათ სადღაც ვთქვათ ინტერნეტში მოძიებული, ხო, ასე ვთქვათ. და აი მუზა როგორ ხდება მხატვრის შემთხვევაში? თქვენს კონკრეტულ მაგალითზე როგორ არის? აი თქვათ, შეიძლება თქვათ საძილს აკეთებდე, რაღაც კონკრეტულ საქმიანობით იყო დაკავებული და უცებ მიხვდე რომ დრო მოვიდა რომ ახალი რაღაც შედევრი შექმნა. ასეც არის, ოღონდ ყოველთვის არა რა თქმა უნდა. ყოველთვის არა, ხანდახან ჩდები, სულ არ ახარ ხატვის განწყობაზე, არ ახარ მუშაობის ხასიათზე, მაგრამ რო იწყებ მე მუშაობის პროცესში ასე ვთქვათ, განწყობა მოდის, მუზას რასაც ვეძახით და რა დროს ანდომებთ საშუალოდ ერთ ნამუშევარს? იცით, დიდ ნამუშევრებს ინდივიდუალური. ხო, გააჩნია რამდენად დატვირთულია კომპოზიციურად და რამდენად დიდია ან მცირე ზომის არის ნამუშევარი. შეიძლება ერთ დღეში დაიხატოს, შეიძლება ყველაზე რთული იცით რა მგონია? როდის უნდა დაასრულოს მხატვარმა მისი ნამუშევარი? ხო, აი მასზე მუშაობა, ხო, აი რაღაც გონია რომ უსასრულოა ეს ყველაფერი. შეხედავ ნამუშევარს, აი ამ ყვავილს ახლა დავამატებდი რაღაც. ჩემ პროფესიაში როლი სადღაც თავდება და მხატვრის შემთხვევაში რაღაცა აი არ ვიცი, ხო, რაღაცა ხვდები რომ უნდა გავჩერდე, თუმცა ხანდახან ზედმეტიც მოზდის ხოლმე ხშირად ხატვარს და ჯობია რომ გაჩერებული იყო და რაღაცა შეიძლება გაუფუჭდეს. გალერეა გაფართოვდა ხო რამდენადაც წელს და კონცეფციაც შეიცვალა ამით თუ აი როგორ დიახ შეიცვალა. უგითხრათ ამაზე ერთი-ორი სიტყვით. ესე იგი მე უკვე 11 წელია ჩემი საკუთარი გალერეა მაქვს თბილისში. მქონდა ძალიან პატარა ოთახში ეს გალერეა მოწყობილი და იგივე მისამართზე გაჩნდა საშუალება რომ გავფართოვებულიყავით. ბევრად უფრო დიდია ახლა ჩვენი გალერეა და ამან საშუალება მოგცა რომ უფრო მეტი ანუ ჩემ გალერეაში ვინც არ ყოფილა ვიტყვი რომ ნახატების გარდა მაქვს კოლექციები წარმოდგენილი განსაკუთრებით ესე იგი დიდ ყურადღებას ვაქცევ სათამაშოების კოლექციებს, ძველი სათამაშოები გვაქვს. ყველაზე ძველი სათამაშო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ჯარისკაცები გვაქვს გალერეაში, ესეთი ეგზემპლარები. ეს ბავშვების გატაცებაა და მოგვიანებით გაგრძელეთ თუ გუიანა შექმენი მერე დაიწყო ეს ყველაფერი. მერე დაიბადა. ხო, დაიბადა რომ ანუ აი რაღაცით უნდა გაგვემრავალფეროვნებინა ეს გალერეა და ასევე ძველი ჭურჭელი გვაქვს, საბავშვო ჭურჭელზე გვაქვს აქცენტი და ნელ-ნელა ისე გაფართოვდა ეს ჩვენი გალერეის კოლექციები, რომ უკვე მეტი გასაკანი ჭირდებოდა, მეტი ფართობი ჭირდებოდა. ასევე ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენთან ხშირად მოყავთ
სკოლის ექსკურსიები და იმ პატარა გალერეაში ცოტა უხერხულობა იქმნებოდა, იმიტომ რომ აი, როდესაც 15-20 ბავშვი შემოდიოდა, დათვალიერება ჭირდა, პატარა იყო გალერეა. სივრცე ჭირდება ნამუშევარს სივრცე გვაქვს და უკვე ყავდა რამდენიმე ექსკურსია გალერეაში და უკვე სხვანაირად ტარდება, ხო? დიახ. რითი იქნება განსხვავებული და გამორჩეული ძველი და თქვათ ახალი გამოფენა ერთმანეთი? რა სიახლეს თავაზობთ თქვენს დამთვალიერებას? მე გამოფენას ვცდილობ, რომ ყოველ წელს საშობაო გამოფენა გავმართო ჩემს გალერეაში და საგაზაფხულოსაც ხან ვახერხებ, ხან ვერ ვახერხებ წელს მოვახერხე და 26 მაისს ვხსნით, ანუ საზაფხულო გამოდის, იმიტომ რომ ივნისის თვეში იქნება, ივნისის ბოლომდე ეს გამოფენა და ესე იგი ყველა ნახატში, როგორც წეგან აღნიშნა, იქნება აუცილებლად ყვავილი. ნატურმორტების იქნება და კომპოზიციები, სადაც არის ყვავილები. ესე გაქვთ გამორჩეული ნამუშევარი, დიდი მოთხოვნაა თქვენს ნამუშევრებზე, მაგრამ ნამუშევარი, რომელსაც ვერასდროს შეერევთ, იმიტომ რომ თქვენი საყვარელი. ნუ არც ბევრი, მაგრამ საკმაოდ, რომელიც გალერეაში არის ძირითადად მუდმივ ექსპოზიციაში და ცოტა ისეთი კითხვა ახლა მსახიობისას, აი რომელი როლი მოგწონთ, ცოტა უბრალოდ სათქმელია, მაგრამ ალბათ არსებობს, ხო? კი, მაქვს, რასაც და არის ის, რაც დღემდე ეძებთ და ძიებაში ხართ როგორც მხატვარი, ალბათ არის, ხო? კი, როგორ არა, ძიებაში რო არ იყო მხატვარი და რაღაცას არ ეძებდეს სიახლეს და არ ვითარდებოდე, ალბათ საინტერესოც არ იქნება. ვეძებ ერთი ისეთი აუსრულებელი იდეა მაქვს, რომელიც ვერაფრით ვერ მოვაბითავი და უკვე წლები არის, აი რაღაცნაირად ალბათ დრო ჭირდება ამას. უსიტყვო წიგნი მაქვს იდეაში, უკვე სიუჟეტიც მაქვს, 4 წიგნად არის ეს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ჩემს თავში არის. მინდა რომ უსიტყვო წიგნი იყოს, ანუ მხოლოდ ნახატები ყვებოდნენ ამბავს. სიუჟეტი არის, შინაარსი აქვს ამ ყველაფერს, უკვე ანუ როგორც წერალი წერს, მე მინდოდა რომ ნახატების მიხედვით, თქო კომიქსივით არ იქნებოდა ეს, ანუ უბრალოდ ფერწერული ნახატებით ამბავი ითხრობა და აი ამას იმედია სათაური თუ ექნება ამ წიგნს. იცით, ერთ-ერთი პატარა გოგონას თავგადასავალი არის და აი სათაურიც და ამ გოგონაზე იქნება აწყობილი მთლიანად? რა ვიცი, აი სულ ფიქრობდი რომ ეს გოგონა ყოფილიყო მათიკო, არ ვიცი და უნდა იყოს მათიკოს ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. 4 წიგნი არის, ხო, ამ ერთი გოგონას შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი. წლოვანება თქვათ ამ გოგონასი? ბატონო, წლოვანება არის 5-6 წელი. აი რაღაცა ის ფოტოზე ეხლა დავაკვირდი რომ თქვენ ნამუშევრებში ძირითადად ამასაკის ბავშვები არიან. ძირითადად ხო, უფროსი ასაკის ბავშვები ხო, არიან ოღონდ ნაკლებად, უფრო პატარები არიან. ბავშვები და მოხუცები. ბევრისგან გამიგია რომ ადამიანები ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებში საკუთარ თავს ხედავენ, ნო? თქვენს გსმენიათ ამის შესახებ? ხშირად მეუბნება ყველა რომ აი ჩემს შესახებ ხატავდა, ჩემი შვილების შესახებ ხატავდა. და რა უცნაურია, როდესაც საკუთარ თავს ამოიცნობ და მოგეწონება ის გარემო, აი თუნდაც თქვა ეს ნამუშევარი. გადამხდა არის ესეთი ხშირად ასეთი აი ყოველდღიურობა რას ნიშნავს ხელოვანისთვის? აი ყოველდღიური მომენტი, თქვათ უყურებთ ეკრანს, აი აქედან მოზდის მუზა, გადიხართ ქუჩაში, ხვდებით ადამიანებს და დაიჭერთ იმ მომენტს და იტყვი რომ მე ამას დავხატავ. ასე ხდება ხოლმე თქვენ შემთხვევაში? ხდება, ნამდვილად ხდება. ჩემ შემთხვევაში რა ვიცი, ხო, აი ბევრს ვფიქრობ ამის შესახებ, სულ მხატვრობაზე ვფიქრობ. მაგრამ შეიძლება 2-3 დღე გავიდეს და ისე ხდებოდეს ცხოვრებაში, რომ თქვათ ვერ მიხვიდე ვალიტრამდე და მოლბერტამდე და გაწუხებს ეს ყველაფერი, რომ აი კიდე ერთი დღე გავიდა და ვერ ვიმუშავე, ხო? ანუ ჩემს ცხოვრებაში აი გვერდზე მომყვება სულ ამაზე ფიქრი და მუშაობაც ძალიან დიდი შრომა არის, რა თქმა უნდა. არის ნამუშევრები, რომელსაც თქვათ დაიწყეთ და მიხვდით რომ აი ახლა აღარ გინათ ამის გაგრძელება და უნდა გადადოთ გვერდზე და იშვიათად არის და პერიოდი და მოგვიანებით უბრუნდებით. კი, და მაგრამ ძირითადად თუ თავიდანვე არ წავიდა და არ მომეწონა, ის ბოლოშიც არ გამოდის ხოლმე. აი ეს დაკვირვებულა. და რას უშვებით მე ამ ნამუშევრებს? გადავწერთ. თავიდან იწყება ახალი სიცოცხლე, ახალ ფილოზე. თუ თავიდანვე წავიდა რაღაცნაირად კარგად, ის გამოვა და თუ არა და მე იშვიათად რომ რაღაც მივაღწიო ხოლმე შედეგს. ესე არის. განწყობა ხელოვანისთვის რა როლს თამაშობს? მთავარია ალბათ განწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომ განწყობა გქონდეს, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შეიძლება არ არსებობდეს განწყობა, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განწყობა დაიბადოს. და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, აი რა
განწყობით ეს თქვენი განწყობაზე ვისაუბრებთ ხატვარი, როდესაც სამუშევარს ქმნის და აი უკვე დამთვალიერებელს რა განწყობა უნდა კონდეს, როდესაც აი ამ სივრცეში შემოდის, სადაც უამრავი თქვენი ნამუშევარია. ჩვენთან ხო ბევრის განხსმენია რომ შემოდიან წასვლა აღარ უნდათ და შეიძლება დავრჩით ლიმიტირებული დრო აქვს ამიტომ. არა, დრო ნუ ჩვენ არ უსაზღვროთ ამ დროს რა თქმა უნდა, თუ უნდა მთელი დღე იყოს ადამიანი სამუშაო საათებში 12 და 7-მდეა გალერეა ღია, მაგრამ არის რომ აი უჭირთ დატოვება და ეს სასიამოვნოა, როდესაც ისეთი გარემოა, რომ ადამიანი იმდენად კარგად გნობს თავს, რომ არ უნდა წასვლა და ვაიმე დამტოვეთ აქ ეს ხშირად. ძალიან კარგი. ბავშვობაში ბრუნდებიან ამ ნივთებით, ნამუშევრებით, იქ ავეჯი გვაქვს ძველებური და ყველა ასაკის დამთავრებისთვის იქნება საინტერესო, როგორც ბავშვებისთვის ასევე ბავშვებსაც და კიდე ერთს ვიტყვი, რომ ბავშვებს მოწონთ ძალიან ეს ჩვენი ძველებური სათამაშოები. აი დღევანდელი გაჯეტს მიჩვეული ბავშვი, აი ჩვენ ძველებურ ნივთს იცით რა ემართებათ, ვერ წარმოიდგენთ, კუბიკებით იწყებენ თამაშს და ძალიან მოწონთ. ანუ ცალკე გამოყოფილი კუთხე გაქვს ამ ხო, კუთხე გვაქვს შეუძლიათ რომ მივიდეს და ხელითაც შეეხოს, ხო? ამ ახალმა გალერეამ მოგცა ამის საშუალება, რომ რაღაც კუთხე გვაქვს გამოყოფილი, გარკვეული, სადაც შეუძლიათ ეგ ხალიჩასაც უფენთ, რომ დასხდნენ და ითამაშონ ბავშვებმა და შვენიერი. კი, იქ ამას რაღაც ვერ ვახერხებდით და აქ ესეც არის. მოდით კიდე ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, სადა როდის გაიმართება გამოფენა და ჩვენც დავემშვიდობთ. 26 მაისს დღის 12 საათზე, როგორც კი გალერეა გაიხსნება, იქნება უკვე ახალი ექსპოზიცია ჩვენს გალერეაში, ანუ ეს გახსნის ცერემონიალი არ გვაქვს მაინც ცირე არის ხო ეს იქაური სიტუაციიდან გამომდინარე და 28 ივნისის ჩათვლით გვექნება ეს გამოფენა ჩვენს გალერეაში. 26-დან 28 ივნისის ჩათვლით, კი ბატონო. შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძობს გალერეა მუშაობას, ჩვეულად როგორც მუშაობთ. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა.